საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით ბოლნისში ეთნოფესტივალი გაიმართა. ფესტივალის დახურვა 2 ნოემბერს წმინდა მამა გაბრიელის ხსენების დღეს დაემთხვა. მონაწილეები დილას ჯერ ბოლნისის სიონში წირვას დაესწრნენ და შემდეგ უკვე ღონისძიების კულტურულ შემოქმედებითი ნაწილი გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები დალოცა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა. ბოლნის ჩვენ გადამღები ჯგუფი სტუმრობდა, ვნახოთ სიუჟეტი. 2 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბოლნისის სიონში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა. მასთან ერთად თანამსახურებდნენ ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონ სულხანიშვილი და დეკანოზი თეოდორე ცხოვრებაშვილი. მღვდელმთავარმა ღვთისმსახურების დასასრულს ღირსი მამა გაბრიელის ცხოვრებასა და წმინდანის სახელთან დაკავშირებულ სასწაულებზე ისაუბრა. მამანო, ძმანო, დედანო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. შეგეწიოთ ყველას დღევანდელი წირვის მადლი. შეგვეწიოს უძველესი ბოლნისის სიონის მადლი. ინებოს უფალმა ჩვენი ქვეყნის სრულიად საქართველოს სულიერი გადარჩენა, ეროვნული გამთლიანება, გაძლიერება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის დღეგრძელობით, ლოცვით, ლოცვა-კურთხევით, მშვიდობა, სიხარული, წყალობა და მადლი არ მოგაკლოთ უფალმა, ის რისთვისაც ლოცულობდა, ის რისთვისაც იღწოდა დიდი ჩვენი მამა გაბრიელი, უფალი ამა თუ იმ ეპოქაში თავის ერს უგზავნის გამორჩეულ მოღვაწეებს, სულიერ და ეროვნულ წინამძღვრებს, იმისათვის რომ ერს უთხრას მართალის სიტყვა ღვთისა, სულიერი და ათეისტური წვდიადის ეპოქაში, როგორც ანთებული სანთელი, ასე გამობრწყინდა ჩვენი წმინდა მამა გაბრიელი. მისი გზა ეს არის გოლგოთის გზა, ქრისტეს გზა, გზა რომელიც ქრისტესკენ და გოლგოთისკენ არ მიდის, ის გზა მცდარია. ნამდვილი სულიერი გმირები არიან ის ადამიანები, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება შეწირეს ღვთის სიტყვის ქადაგებას და ერის გამოღვიძებას. და აი, ვინც იტვირთა წინა საუკუნის უმძიმესი ჯვარი, ერის ჯვარი, ერის სულიერი გადარჩენის ჯვარი, ეს უპირველეს ყოვლისა იყო ჩვენი წმინდა მამა გაბრიელი. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონი, ქალაქი ბოლნისი 2 ნოემბერს ეთნოფესტივალსაც მასპინძლობდა. ღირსი მამა გაბრიელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო მსახურებას სწორედ ეთნოფესტივალის მონაწილე ანსამბლები ესწრებოდნენ. ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ისინი დალოცა და თითოეულს საჩუქრად ყოვლადწმინდა სამების ხატი გადასცა. სასულიერო პირმა ასევე მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორს, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებას. მე მინდა დავლოცო დღეს აქ წარმოდგენილი ანსამბლები, ძვირფასი სტუმრები, რომლებიც სტუმრად ჩამობრძანდნენ და ადგილობრივი ბოლნისელები და უსურვო მათ, რომ სწორედ ისინი ყოფილიყვენ მომავალი, გაერთიანებული, ძლიერი, გამთლიანებული საქართველოს მედროშეები და შემოქმედნი და ასეც იქნება დარწმუნებული ვარ. მე მინდა დავლოცო ჩოხოსანთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბატონი ზვიადი მინდა დავლოცო, ბატონი მათე, ყველას ვერ ჩამოთვლის, სხვები და სხვები, რომლებიც აი ესე თავკაცობენ და უძღვებიან და მათ ჭირდება თანადგომა, ასე თქვათ, გაძლიერება და იმედია, რომ მათ რიგებს უამრავი ღირსეული ახალგაზრდა ჭაბუკი და მანდილოსანი შეემატება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა მშვიდობა, სიხარული, გამთლიანება არ მოგაკლოთ თქვენ და სრულიად საქართველოს და მე მინდა განსაკუთრებით დღევანდელ დღეს დავაჯილდოვოთ და დავლოცოთ ქორეოგრაფიული ანსამბლი წვერვალი, დღეს აქ ბრძანდებიან ხელმძღვანელი და გადავცე ყოვლადწმინდა სამების ხატი, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებთ და უფალი შეგეწიოთ.
მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო ჩვენი უდიდესი მოღვაწის წმინდა მამა გაბრიელის სცენება. მისი მადლიანი ლოცვები შეეწიო სრულიად საქართველოს ჩვენს დედა ეკლესიას, ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ვეგრძელი და ჯანმრთელი გვიმყოფოს. ამასთანავე დღეს ბედნიერი დღეა განსაკუთრებულ ჩვენთან ბოლნისის ეპარქიაში, ვინაიდან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქო შოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით ჩვენთან მობრძანდა არაერთი შემოქმედებითი ანსამბლი, ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი ჩოხოსნები და დღეს მასპინძელი იყო უძველესი ტაძარი ბოლნისის სიონი, სადაც ერთად აღვავლინეთ წირვა-ლოცვა. ჩვენ დავლოცეთ ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, გაძლიერების და ჩვენი ბედნიერი მომავლის იმედი და ძალიან გვიხარია, რომ ჩოხოსანთო საზოგადოება ასეთ დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა. აი ამ პროგრამით სხვადასხვა ეპარქიებში ხდება გაერთიანება სწორედ პატრიოტული ეროვნული სულისკვეთებით ახსავსე მამაკაცების, მანდილოსნების და ეს არის ის მუხტი, ის ძალა ჩვენი დედა ეკლესიის და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სადაც უნდა გაერთიანდეს სრულიად საქართველო. ეს სვანეთიდან დაიწყო პირველი და ეხლა ჩირაღდანია მესტაპეთისა გადმოეცა ბოლნის და ძალიან მოხარული ვართ, რომ უამრავი ახალგაზრდა განსაკუთრებით ბავშვები მონაწილეობენ ამ დიდ ეროვნულ მოძრაობაში და ერთიანობაში. ამიტომაც ღმერთმა დალოცო სრულიად საქართველო, ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს და მამა გაბრიელის ლოცვები შეგეწიოთ. გაიხარეთ. მიულოცავ სრულიად საქართველოს მამა გაბრიელის ხსენების დღე, ჩვენი მფარველი დიდი წმინდანის ხსენების დღეა და გილოცავთ სრულიად საქართველოს. დღეს ასევე შევიკრიბეთ ბოლნისში 2 დღეა 1 და 2 ნოემბერი ფესტივალი დაწყებული მესტიიდან, რომელიც დაიწყო მესტიის ზემო სვანეთის ეპარქიაში, ეთნოფესტივალი საქართველოში, გრძელდება ბოლნისში, რომელიც აერთიანებს დღეს დაახლოებით 17-18 ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას ეთნოფესტივალში, ქორეოგრაფიული და ასევე ფოლკლორული ანსამბლები დაილოცებიან, მოხდება გაერთიანება ადგილობრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი ჯგუფების, ასევე ჩამოსულების და ამისთვის პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა უთხრა ადგილობრივ მღვდელთავარს მეუფე ეფრემს. ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს. დღეს არის უძლიერესი წმინდანის დღე, ჩვენი უსაყვარლესი წმინდანის და დღევანდელი დღის მადლი და ძალა ფარავდეს სრულიად საქართველოს და ინებოს მამა გაბრიელმა, რომ გაამთლიანოს და ამშვიდოს და აწყნაროს ჩვენი საქართველო. დღეს ბოლნისის ტაძარში მეუფე მაკუთხა ჩვენი ანსამბლი. ჩვენი ანსამბლი არის წმინდა ივანე ბოლნელის სახელობის სკოლის ფოლკლორული ჯგუფი და დღეს ჩვენ ფესტივალზე შევასრულებთ სიმღერას მოხეურ შაირებს. მე ვარ ანსამბლი მწვერვალიდან. დღეს ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ მეუფე მაკურთხა ჩვენი ანსამბლი ბოლნისის ფესტივალში ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას. დიდად არ ვღელავ და რა ვიცი, მედია კარგად ჩაივლის ეს დღე. ფესტივალზე მე დღეს შევასრულებ კახურს. რაღაც მხრივ ვღელავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კარგად გავართმევთ თავს. ბოლნისში ჩვენ დავესწარით წირვას, აკურთხეს ჩვენი ანსამბლი, რუსთავიდან ვარ ჩვენ ანსამბლი მწვერვალი. ესეთი მასშტაბური ფესტივალები ძალიან აუცილებელია ახალგაზრდებისთვის, განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა თაობის განვითარებისთვის. ხელოვნება ყველა ახალგაზრდამ უნდა ეზიაროს და მიიღოს ეს რაც ტრადიციულია და ქართულია. ფესტივალი 1 ნოემბერს სამეცნიერო კონფერენციით ქართული ტრადიციული კულტურა და თანამედროვეობა გაიხსნა. მეორე დღეს კი სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით გაგრძელდა. სადღესასწაულო მსახურების შემდეგ ეთნოფესტივალის მონაწილეებმა ბოლნისის თეატრში გადაინაცვლეს, სადაც ტრადიციული რეწვისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ძველი ქართული ორნამენტები, ჭურჭელი, ნაჭრისა და თექის სათამაშოები და რეწვის სხვა მრავალფეროვანი ნიმუშები. ყველაფერი ხელნაკეთია, ყველაფერი არის თითქმის ფშაური, იმიტომ რომ მიკერძებული არა ვარ, მაგრამ ბევრი რამე არ არსებობდა და ასე რომ
ახლიდან შევქმნით ყველაფერი. ეს არის საფულეები მამაკაცის. ეს აი ამ როგორც ამ სამოს აქვს ფასტამელა წინ. ეს ფასტამელებია სამოსებისთვის. ეს მამაკაცის წინდებია და ესეთი მაღალყელიანი ქალის წინდა. ესაც წინდა კალათა ქვია. შავლები ასე ხელზე იკეთებდნენ. აქ საქსოვი ყველაფერი აქელაგა მიდიოდა ქსოვდა და ცოტა გავათანამედროვე აი სინამდვილეში აი ასეთი ორნამენტირებული იყო. უკვე 30-35 წელია მუშაობ ხევსურულ ორნამენტზე. ქმნის ამოს და სხვადასხვა აქსესუარებს. მუშაობ მხოლოდ აბრეშუმის ძაფზე. იშვიათად თუ ფერთა შეხამება არ მაქვს, იმ შემთხვევაში ვხმარობ მულინის ძაფებს. ასე რომ ყველაფერი არის ნატურალური ქსოვილები. აქეთაც არის ჩემი ნამუშევრები, რომელიც 4-5 ჯერ უკვე მოვიყვანე ეს აბრეშუმი. რითიც წელს ვორქშოპები იყო აბრეშუმის მუზეუმში, შევისწავლეთ აბრეშუმის ქაღალდის კეთება, რომელიც უკვე მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეს ყველანაირ რადიაციას სპობს. მე ვარ ლია სახიაშვილი, ტრადიციული რეწვის ოსტატი, ხელსაქმის ასოციაციის წევრი. ეხლა გავაკეთებთ ვორქშოპს, გავაკეთებ ჭიამაიას. მოდით ეს არის ხო მატყლი თექა და ნამუშევარს ქვია მერე თექა. არსებობს მშრალი და სველი თელვა. ეხლა ვაკეთებთ ჩვენ მშრალი თელვით. ესე ვაძლევთ ფორმას. ალბათ 1-15-20 წუთი დაჭირდება. გააჩნია მოცულობას რამ ხელა. ეხლა უბრალოდ მინდა მალე გიჩვენოთ, თორე ცოტა მეტი დრო უნდა. მარტივად 5 წუთში რაც გაკეთდა ეს არის. ეთნოფესტივალის დასკვნითი ნაწილი კონცერტით გაგრძელდა. სცენაზე მაყურებლის წინაშე სხვადასხვა რეგიონის შემსრულებლები წარსდგნენ. ღონისძიებაზე შესრულდა როგორც უძველესი ფოლკლორული ნიმუშები, ისე ქართული ტრადიციული ცეკვები. რასაკვირველია ჩაფიქრებული ქონდა რომ ჩვენ მომავალ თაობას განსაკუთრებით ენახა და შეეფასებინა ის კულტურული ტრადიციები და ფასეულობები, რაც ჩვენმა წინაპარმა მოიტანა დღემდე. აგეთ თქვენ თვალით ნახეთ როგორი კარგი სიტუაცია იყო და როგორ გაამართლა ამ ყველაფერმა. გამორჩეულად კარგი იყო დაჯილდოება საპატიო ჩოხოსნების და საომავლო გეგმები. ნახეთ რომ მეუფეც მობრძანდა ჩვენი ეპარქიის ბოლნისის ეპარქიის საჭიროთმრობელი მეუფე ეფრემი დიდებული ადამიანი, მასთან ერთად სამღვდელოება. მოკლედ ჩვენი ერთობა შედგა, ქართული ერთობა, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული, აინტო ჩვენი ერთობის ჩირაღდანი სიმბოლურად ქართველთა ერთობის, რომელიც სამმოლოდ გადაეცემა იმ ეპარქიას, სადაც მომდევნო ფესტივალი ჩატარდება 2026 წლის გაზაფხულზე. 2 დღეა სასიამოვნო ჟრიამოლია ბოლნისში. გუშინ გაიმართა სასიამოვნო შეხვედრა ბოლნისის მუზეუმში და ძალიან საინტერესო თემებზე იყო კონფერენცია, რაც აი ბევრი სიახლის აღმოჩენაში დაგვეხმარა. მე პირადად ძალიან ბედნიერი და ნასიამოვნები წავედი და დღესაც არანაკლები დღე იყო, ძალიან დატვირთული. ღონისძიების განსაკუთრებული მოვლენა ტრადიციულად ფესტივალის ჩირაღდნის ანთება გახლდათ. ეთნოფესტივალის პირველი ჩირაღდანი სვანეთში აინთო. შემდეგ კი მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის ლოცვა-კურთხევით ბოლნისში გადმოინაცვლა. ორგანიზატორთა განმარტებით, ფესტივალის ეს ტრადიცია სიმბოლურად საქართველოს ერთობას, უწყვეტ ტრადიციებსა და სულიერ სიმტკიცეს ასახავს. ეთნოფესტივალის პროექტი ბოლნისში საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებამ, კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს თანაორგანიზებით, ბოლნისის ეპარქიისა და ადგილობრივი მერიის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის მიზანი ქართული კულტურული ტრადიციების გაღრმავება და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაა.